ნახატები ბიბლიურ თემებზე ამ სახელწოდების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. დაჯილდოების ცერემონია საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა კურთხევით გაიმართა. 2025 წლის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდნენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით. კონკურსში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში ფინალურ ეტაპზე 70-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა. სპეციალურმა ჟიურიმ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 10 გამარჯვებული გამოავლინა. ყველაზე უმცროსი ამ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა თბილისის 191 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სვანაძე. გამარჯვებულებს ფულადი ვაუჩერები გადაეცათ. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარემ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ კონკურსის ყველა მონაწილე დალოცა, წარმატებები უსურვა და სიგელები გადასცა. ეს ღონისძიება, რომელიც დღეს ჩატარდა, უკვე ტრადიციულია ახალგაზრდულ ცენტრში და დაახლოებით 20 წელია, რაც ჩვენ ამ კონკურსს ვატარებთ და ამით ხდება წმინდა წერილთან ბავშვების დაახლოება, მათი ურთიერთობა წმინდა წერილთან მრავალ საკითხზე ვკითხულობთ და თვითონაც კითხულობენ ადგილებს, მე ამას ყველაფერს ხატავენ და წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, ეხლა მათი დახატული რამე კანონიკას და იმას არ ექვემდებარება, მაგრამ ბავშვების დახატული ყოველთვის საინტერესო და კარგია და უმთავრესი რაც აქ ვლინდება ბავშვებში, ეს არის მათი სიყვარული წმინდა წერილისადმი, მათი სურვილი ხატვისადმი და გამოფენა ამაზე მეტყველებს. ასე რომ მერთმა ყველა დალოცოს, მადლობა ჩვენს უწმინდეს, რომელიც ჩვენ ამ გზაზე ყოველთვის მხარს გვიჭერდა და მისი ლოცვა კურთხევით მოქმედებთ. დღეს შედგა ფინალური ეტაპი კონკურსის ნახატები ბიბლიურ თემაზე, რომელიც დაჯილდოებას მიეძღვნა სწორედ პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასულ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს სიგელთან ერთად გადაეცათ ვაუჩერი 250, 300, 400 ლარის ოდენობით, რითაც მათ საშუალება მიეცემათ იყიდონ თავიანთი ნახატებისთვის, იქნება ეს ფანქარი თუ ფურცელი თუ სხვადასხვა საღებავები და ერთგვარად ასევე წახალისება არის მათთვის. საოცარი ნახატებია გამოფენილი, განსაკუთრებით გამარჯვებულების არის. შეიძლება ითქვას, რომ განცდა რჩება საოცარი, რომ ეს ადამიანები ეცნობიან ბიბლიურ სიუჟეტებს, პირდაპირ განიმშვალებიან იმ სწავლებით, რაც არის გადმოცემული ამ ნახატებში. მე დარწმუნებული რომ თითოეული პიროვნება, რომელიც ამ ნახატის ავტორის უკან დგას, მთელი ცხოვრების განმავლობაში გულით ატარებს ამ საოცარ სიუჟეტს და განიმშვალება საფრთხო მადლით. მე მინდა დავლოცო ახალგაზრდები, ხვალიდან უკვე იწყება ახალი ეტაპი, ეს ზოგადად ჩვენ სწავლობთ ბიბლიაზე და შემადგენელი გახლავთ სწორედ ნახატები ბიბლიურ თემებზე და წარმატებას უსურვით ჩვენ ახალგაზრდებს. ამ პროექტში ამდენჯერმე მაქვს მიღებული მონაწილეობა და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ამ პროექტსაც და ჩემს სკოლასაც, რომ შესაძლოა მომეცა გამოვავლინო ჩემი ნამუშევრები და ჩემი ნიჭი. ძალიან მოხარულია რომ კონკურსში ჩავერთე. ჩემი საინტერესო არის ბავშვებისთვის, რომ უფრო დავახლოვნე ღმერთსაც და უფრო მეტიც უნდა გაიჩინო ამ თემასთან დაკავშირებით. და ერთ-ერთი დროც საკმაოდ იყო მოცემული და ძალიან მოხარული ვარ, რომ შემეძლო ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. მე ძალიან გამიხარდა, რომ მოვიგეს, ვარ მოველოდი, რომ მოვიგებდი და ძალიან გახარებული ვარ ამით. ვიღებდი მონაწილეობას ნახატები ბიბლიურ თემაზე, დავხატე ძველი აღთქმიდან და ახალი აღთქმიდან ნახატები და ძალიან მოხარული ვარ, რადგან ამ კონკურსში ჩავერთე და მადლობა მინდა გადაუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს. დავხატე ბიბლიური თემები და ძალიან მომწონს ეს პროექტი და ძალიან მოხარული ვარ ამ პროექტში მონაწილეობით. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში დღეს გამოფენაც მოეწყო. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო კონკურსის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები. შეგახსენებთ, რომ კონკურსის სახელწოდებით ნახატები ბიბლიურ თემებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით 15 წელია ტარდება.